მოგესალმებით მეგობრებო. მოკლედ თებერვალი დადგა, ხეში წყალი ჩადგა და თებერვლის ბოლოს განსაკუთრებით მძაფრდება საქართველოში პატრიოტული გრძნობები. იწყება ახლა ნიანგის ცრემლების ყრა იქ იუნკერ თახსონის მემორიალზე ასვლა, საბჭოთა ოკუპაციის დაგმობა და მოკლედ მთელი ამბები რა. როგორც ჩვევიათ, ამიტომ თურმე ჩვენი ექს-პრეზიდენტშა რომელიც თურმე დიდი გმირების შთამომავალი არის სალომია 25-ში თურმე საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ მსვლელობას ანონსებს და ასე შემდეგ. მოკლედ გულისამრევია ეგ ყველაფერი. ტრადიციულად მინდა თებერვლის აი ამ პერიოდში ჩემს აუდიტორიას, ჩემს ახალ გამომწერებს, ვინც არიციან, შევახსენო საქართველოს ისტორიის ეს შაუბნელი პერიოდი, რომელიც აწყობილი არის გენერალი კვინიტაძის ჩანაწერებით, დოკუმენტირებული და რეალური მასალა, რომელიც იყო გენერალი იმ პერიოდის და ყველაფერი სიმართლე არის დაწერილი თუ რაც ხდებოდა საქართველოში და საქართველოს გარეთაც ეს მოვლენები მაშინაც არასწორად იყო შეფასებული, მაშინაც არასწორად იყო დარქმეული სახელი და ამიტომ გენერალმა კვინიტაძემ თავისი ჩანაწერები უშუალო მოვლენების მონაწილემ შექმნა ეს საფრანგეთში ემიგრაციის დროს და ეს ახლა კითხვის პრობლემა საქართველოში და შექმნა ეს აუდიო თეატრის ვარიანტის მიხედვით მოვლენების ქრონოლოგია და ვისაც გაინტერესებთ რეალურად რა ხდებოდა იმ პერიოდში, შეგიძლიათ იხილოთ რამოდენიმე სერიად დავდებ ამ ყველაფერს და გაუზიაროთ მომავალთაობას. კითხვა ერთი პრობლემა არის, მაგრამ მოსმენაც აღარ უნდა მე მგონი ხალხს და აი ახლა სალომიას მაინც მოღალატეების შთამომავალს რო 25-ში არ გავყვეთი იქ რატაშპანდურსაც აპირებს მინიმუმ ამ ყველაფერიდან მაინც დაგიცავთ ეს რამოდენიმე სერია დახარჯეთ სადღაც საათნახევარი თქვენი ცხოვრების საერთო ჯამში და თუ არიცით რა ხდებოდა და როგორ ხდებოდა ჩვენი ქვეყნის უახლოეს წარსულში და ვინ იყო გმირი და ვინ იყო მოღალატე გეცოდინებათ მაინც. ვისაც კიდე სალომე პრეზიდენტი გონია და გმირი გონია და სააკაშვილი აღმაშენებელი და ბიძინა ექვთიმე და ის, იმათთვის გასაგები ამ ყველაფერს აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ისინი უკვე ზომბირებული ხალხი არის, მაგრამ ვინც ცოტა ფიქრებშია და ეჭვებშია და მართლა აინტერესებს თუ რა ხდებოდა და რა ხდება ქვეყანაში, ძალიან დაეხმარება ეს ყველაფერი. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის. ახლა კი ნახეთ, ვისაც გაინტერესებთ. და რა ვიცი, გაუზიარეთ ირგვლივ იმათ, ვისთანაც მოგდით დაპირისპირება ამ საკითხებთან დაკავშირებით. 1921 წლის 25 თებერვალი ყველას გვახსოვს, ყველა ვიცით რა იყო და 25 თებერვალს ჩვენ ყველანი ერთად გამოვალთ და ვიტყვით არა ახალ ოკუპაციას, არა რუსულ რეჟიმს. მოგესალმებით მეგობრებო. ამ რამოდენიმე თვის წინ პარიზის ლევილის სასაფლაოზე გადაღებულ ჩემ ვიდეოს, რომელიც მაშინდელი მთავრობის მეთაურის ნოე ჟორდანიას და მისი მთავრობის მიმართ ჩემ დამოკიდებულებას ასახავდა, ქართულ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა. ზოგიერთისთვის ეს ვიდეო მიუღებელი იყო, რადგან თურმე ნოე ჟორდანია და მისი მთავრობა სამშობლოსთვის თავდადებული გმირები ყოფილა. ზოგიერთისთვის პირიქით ეს ვიდეო აღმოჩნდა ის, რისი თქმაც თავად უნდოდათ დიდი ხნის მანძილზე, მაგრამ ამ ყველაფერს ან არ ამბობდნენ, ან ვერ ამბობდნენ. ზოგიერთისთვის ეს ვიდეო ბრწყინვალე საინფორმაციო საშუალება გამოდგა, რამაც ისინი დააფიქრა საქართველოს ისტორიის ღრმად ცოდნაზე და ანალიზზე. აი იმ კატეგორია ადამიანებისთვის კი, რომლებიც ყოველთვის ფარისევლობას და აფირისტობას არიან მიჩვეულები, ბრწყინვალე საშუალება აღმოჩნდა იმისთვის, რომ ჩემი პიროვნების მიმართ არაერთი სალანძღავი სიტყვა გამოეყენებიათ თუ რა ცუდი ადამიანი ვარ,
რომ თურმე მიცვალებულს შეურაცხყოფა მივაყენე და ასე არ შეიძლება მოიქცეს ადამიანი მკვდარზე ან კარგს ამბობენ და ან არაფერს. მოკლედ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტი ერთია, რომ ქართულ საზოგადოებაში განათლების დონე სამწუხაროდ ძალიან დაბალია. თანაც ამ რთულ პერიოდში, როდესაც მთელი ქართველობა გაფანტულია თითქმის მთელი პლანეტის მასშტაბით, ძალიან ძნელია, რომ ადამიანმა შესაბამისი ლიტერატურა მოიპოვოს და დრო გამონახოს წასაკითხად. ამიტომ გადავწყვიტე გამეკეთებინა არ ვიცი როგორ გითხრათ, ფილმი, ბლოგი, თუ რაც გინდათ ის დაარქვით, მოკლედ საინფორმაციო ვიდეო, რომელიც თავიდან ბოლომდე იქნება დაყრდნობილი იმ დროინდელი დიდი ქართველი გენერალი კვინიტაძის ჩანაწერებზე და არანაირი სხვა აზრი არ იქნება გამოთქმული სხვის მიერ. ანუ ისტორიული დოკუმენტის მიხედვით იქნება ეს ყველაფერი აგებული თავისი ილუსტრაციით და ასე შემდეგ. მე მინდა გთხოვოთ, რომ დახარჯოთ თქვენი ცხოვრების 2 საათი ეს ბლოგი 3 ნაწილად გამო და გთხოვთ მოусმინოთ და გაიაზროთ ეს ყველაფერი, ასევე პარალელები გაავლოთ დღევანდელ ქართულ საზოგადოებასთან. და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთოთ ჩემი პიროვნების მიმართ და ჩემი ჩადენილი ქმედების მიმართ თქვენი ანალიზი და თქვენი სუბიექტური შეფასება. სანამდე დაიწყება ეს ბლოგი, მანამდე მე შემოგთავაზებთ ნაწყვეტს იმ ჩანაწერიდან, რამაც ქართულ საზოგადოებაში არაერთფეროვანი რეაქცია გამოიწვია. ახლა კი თავს აღარ მოგაწყენთ. ნახეთ ეს ნაწყვეტი და ამის შემდეგ ჩემს მიერ ნამუშევარი ბლოგი, რომელიც მთლიანად 1917-21 წლების მოვლენებს ეძღვნება. და გამოყენებული არის ის საარქივო მასალები, რომელიც საარქივო მასალებიც დღემდე ჩვენამდე მოვიდა. წინასწარ დიდ მადლობას გიხდით ყველას ყურადღებისთვის. კარგად ბრძანდებოდეთ. მთელი ცხოვრება მქონდა ოცნებად, რომ იყო დრო, რომ ეც მეგონა ეს თავდადებული სამშობლოს გმირი, ასე და სულ მქონდა ოცნებად, რომ ჩამოვიდოდი სამშობლოსთვის თავდადებულ ტრაგიკულ ქართველობას მივაგებდი პატივს და ესე შემდეგ და ბიჭო, რაც დრო გავიდა, რაც მეტი ვისწავლე, რაც მეტი ვნახე, ყველაფერს სხვანაირად შევხედე, რამაც ჩემ თავზე ისტორიამ გაიარა და აი მე მინდა უთხრა აი ამ ნაგავს, აი და მის ნაგავშთა მომავლობას. როდესაც ეს გამორბოდა, როდესაც ამან დატოვა სამშობლო, ჩემი დიდი ბაბუა ერმან ნემსაძე იქ დარჩა. აჭარის გათავისუფლებისთვის მაზნიაშვილთან ერთად იბრძოდა და არ დაუტოვებია სამშობლო. ბათუმიც გაათავისუფლა, აჭარაც გაათავისუფლა და კაცურად დარჩა ბოლომდე. აი ამ ნაგავმა, მისმა ნაგავმა ეგრეთ წოდებულმა თანამოაზრეებმა და მოღალატეებმა ყველაზე რთულ დროს მიატოვეს ჩემი სამშობლო, დაკრეს ფეხი, 47 ყუთ ოქროს ზოდებს მოკიდეს ხელი, საგანძურს მოკიდეს ხელი და გამოიქცნენ იმისთვის, რომ აქ საფრანგეთში კარგად ეცხოვრათ, კაი შატოებიც ქონოდათ, კაი დროსტარებაც ქონოდათ. რატო ვამბობ ამას? რატო არაა განხილული და დაგმობილი ეს ნაძირალა მათხოვარი, რომელიც პირველი დაუძინებელი მტერი იყო ილია ჭავჭავაძის. ილია ჭავჭავაძის პირველი დაუძინებელი მტერი იყო და როდესაც მიდგებოდა საქმეებზე ეს მათხოვარი, ეს ჩათალახი რას ამბობდა, იცით?
საქართველო დამოუკიდებლობას ვერ მიიღებს თუნდაც ლანგარზე დადებული მიართვანო. ხალხის მტრები და მოღალატეებიო. ილია ჭავჭავაძეზე ამბობდა. ილია ჭავჭავაძეზე ამბობდა ეს ქვეწარმავალი, ესო, როდესაც მოკლეს ილია რა თქვა, იცი? ხესრო ჭრიანო ნაფოტიც ვარდებაო. ეს კოსმოპოლიტი, ეს მათხოვარი, ეს ნაძირალა, ეს და რა მინდა, იცი ქართველებო, არჩევნების მე მის მერი არ მწავს, როდესაც ილია ჭავჭავაძის და ნიკო ნიკოლაძის პარტიას აი ეს გველების შთამომავლობა მოუგებდა არჩევნებში. მის მერი არ მწავს და აი ეს ნაბოზვარმა და ნაჩათლახარმა შთამომავლობამ დღეს რო პრეზიდენტად გვაქვს ამოპლაკული. აქ მოვიდა დროატარა, იგემა, იგულავა და საქართველოში ჩემო კარგება ჩამოვიდა პრეზიდენტად და მე არ მაფასებთ. კიდე თქვენ არა ხართ თქვენ ფასებთ. როდის უნდა დაიწეროს საქართველოს რეალური ისტორია და როდის უნდა დაიწეროს რეალურად რო ვთქვათ ჩვენი ერის ღირსების კოდექსი. აი აქ ვარ ვიმყოფები უბრალოდ და ზიზღის, სიძულვილის, ფურთხის მეტი არაფერი არ ამაკამა. არაფერი ამ ქვეწარმავალ საქართველოს დამოუკიდებლობასთან არ აკავშირებს. ისტორიამ უბრალოდ მიცა საშუალება რომ ხელი მოეწერა ამისთვის. ჭია ჩემი მოგონებები მოგითხრობთ საქართველოში მომხდარ მოვლენებზე 1917 წლის რევოლუციის დღიდან იმ დღემდე, როცა ნოე ჟორდანიას მთავრობამ 1921 წლის 16 მარტს დამპყრობელთან ზავს მოაწერა ხელი სამტრედიაში. ამ დროის განმავლობაში არაერთხელ დამნიშნეს ქართული ჯარის მეთაურად. ვინაიდან ეს მოვლენები ტენდენციურად და არასწორად აღწერილი, როგორც უცხოურ, ისე ქართულ პრესაში, თავი მოვალედ მივიჩნიე პარიზში ჩასულს. 1922 წელს დამეწერა ეს მოგონებები. ვინც ყურადღებით წაიკითხავს მოგონებებს, თვალწინ წარმოუდგება ჩვენს ხელისუფალთა მოღვაწეობა. ალბათ მათ კეთილი ზრახვები ამოძრავებდათ, მაგრამ მხოლოდ მეოცნებენი იყვნენ და ჭაბუკური გატაცებით ბაძავდნენ საფრანგეთის 1789 წლის რევოლუციას, ისიც მხოლოდ გარეგნულად. ქართველი სოციალ-დემოკრატები რუსული სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები იყვნენ, რის შედეგადაც იოლად ჩაიგდეს ხელთ ნამდვილი ძალაუფლება მუშებისა და ჯარისკაცების დეპუტატთა საბჭოში, ჯერ ამიერკავკასიაში, მერე ამიერკავკასიის რესპუბლიკასა და ბოლოს საქართველოში. მე დაბადებული ვარ 1974 წელს აუგუსტში. დაბადებული ვარ დაგესტანში, როგორც ყველა ჩემი დები. სადაც მამა ჩემი მსახურობდა. გენერალ გიორგი კვინიტაძის მამა იყო რუსეთის საიმპერიო არმიის პოდპოლკოვნიკი ივანე სვიმონიძე კვინიტაძე, აკადემიკოსი გურამ შარაძე, ხოლო დედა პელაგია სულაძე. გიორგი კვინიტაძე წარმოშობით ჩიქოვანთა გვარს ეკუთვნოდა. პაპამისი სვიმონ ჩიქოვანი ამალაში გაჰყვა იმერეთის მეფე სოლომონ მეორეს, როცა ეს უკანასკნელი იმერეთში რუსების შესვლის შემდეგ თურქეთს გადაიხვეწა. სვიმონ ჩიქოვანს თავისი ვაჟიშვილი ივანე, მომავალი გენერლის მამა, აღსაზრდელად დაუტოვებია იმ თავად ციციშვილებისთვის, რომლებიც ადრე დასავლეთ საქართველოში გადასახლდნენ იმერეთის მეფე სოლომონის სამსახურში. 13 წლის ივანე ჩიქოვანს გვარი კვინიტაძედ გადაუკეთებია და რუსეთის სამსახურში შესულა. იგი ჯერ კიდევ 14 წლის ასაკში გავიდა პირველად ბრძოლის ველზე დაღესტანში და მონაწილეობა მიიღო გუნიბის აღებასა და შამილის დატყვევებაში. მან სულ მოკლე ხანში სახელი გაითქვა როგორც უშიშარმა მებრძოლმა და გმირმა ვაჟკაცმა.
სოდნია რამდენიმე უცხო ენა, ამიტომაც იყო რომ ახლდა ფრანგ მწერალ ალექსანდრე დიუმას კავკასიაში მოგზაურობის დროს. სამხედრო მამაცობისათვის სხვადასხვა დროს იგი დაუჯილდოებია წმინდა გიორგის ჯვრით, ოქროს იარაღით და ყელზე ჩამოსაგიდი წმინდა ვლადიმირის ჯვრით. ბოლოს დასახლდა თბილისში. ასეთი მამის შვილი იყო მომავალი გენერალი და ერთხანს დამოუკიდებელი საქართველოს მხედრობის მთავარსარდალი გიორგი კვინიტაძე. მე სამსახურზე უარი არასოდეს მithქვამს. რაოდენ რთულიც არ უნდა ყოფილიყო მდგომარეობა. დავხმარებოდი სათაყვანებელ სამშობლოს საქართველოს დამოუკიდებლობის საქმეს, იყო და არის ჩემი უწმიდესი მოვალეობა. საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა გადაწყვიტა ოფიცრების კრების მოწყობა საორგანიზაციო საკითხების გასაშუქებლად და ჯარების ორგანიზაციის გამოსამუშავებლად. თავმჯდომარე გახლდათ აკაკი ჩხენკელი. ესწრებოდნენ ისიდორე რამიშვილი, გრიგოლ ვეშაპელი, ნიკოლოზ ქარცივაძე, კონსტანტინე გვარჯალაძე, ევგენი გეგეჭკორი, კაპიტანი იოსებ გედევანიშვილი და მართველი პარტიის ბევრი სხვა წარმომადგენელი. მოხსენება წავიკითხე, დაიწყო კამათი. ბევრი არ მეთანხმებოდა. თავი და თავი ის იყო, რომ მათი აზრით არმიაში უნდა შეგვექმნა კომიტეტები და იქ ნებადართული ყოფილიყო პარტიული პროპაგანდა. სხვებთან ერთად ამ აზრს მხურვალედ უჭერდა მხარს კაპიტანი იოსებ გედევანიშვილი. მოწინააღმდეგეების გამოსვლების მერე მე მომცეს სიტყვა. ახლა ყველაფერი აღარ მახსოვს, რა ჩვენი დებულებების დასაცავად ვთქვი. მახსოვს რამიშვილის შემოდავება, უпростоრად შემოდავების ფორმა. მან ხელში აიღო წერილობითი მოხსენება, გადაფურცლა და თქვა: აქ ყველაფერი ძველია, ახალი ცოტაა. საკითხავია იცოდა კი ძველი. თანმიმდევრულად პასუხობდი ყველა საწინააღმდეგო მოსაზრებას. ამაზე კი იძულებული გავხდი მეთქვა. პასუხის გაცემა მიჭირს, რადგან თქვენი სიტყვები მაკვირვებს. მხოლოდ ერთს გითხრათ, თუ კი ადრე ნაჯახს რკინისგან ამზადებდნენ, დღეს ის ახლებურად პაპიე მაშესგან უნდა დავამზადოთ? მოხსენება დავასრულე კითხვით, ნამდვილად გვინდა არმიის შექმნა? თუ გვინდა, ჯარი შეიქმნება. თუ არა, თავს რაღაცზე ვიწუხებთ. ეტყობა იმ თავითვე მივხვდი, რომ ეს ხალხი არ იყო არმიის როგორც შეიარაღებული ძალის მომხრე. მით უმეტეს, ახლა ზოგიერთს არც რცხვენია და დაუფარავად აცხადებს, არმია და საერთოდ მილიტარიზმი ძირშივე გასანადგურებელიაო. ბოლოს და ბოლოს გადაწყდა კიდევ შევკრებილიყავით და მოხსენება კიდევ ერთხელ განგვეხილა იმავე კომიტეტში, ოღონდ ნოე ჟორდანიას თანდასწრებით. სულმოკლეობისა და მიუხედრულობის გამო საქართველოს მთავრობას საერთოდ არ მოუწადინებია შეიარაღებული ძალების ორგანიზება. ამას საქართველოს მთავრობის ძირითადი დოქტრინა განაპირობებდა. კლასობრივი ბრძოლისა და ძალისმიერი სოციალური გადანაწილების დოქტრინა. და სწორედ ამან შეუშალა ხელი მას ეროვნულ მთავრობად გადაქცევაში. რემონ ჯუგე, მოსკოვი და წამებული საქართველო. ქართული ჯარის რეორგანიზაციის ჩვენი პროექტის მეორე განხილვას თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია. ესწრებოდნენ იგივენი. საერთოდ კრება ხალხმრავალი იყო. ესწრებოდა კარლო ჩხეიძეც. აქვე გაირკვა, რომ მოხსენების შემდეგ კორპუსის მეთაურის არჩევას შეუდგებოდნენ. სხდომაზე პირველად შევხვდი ნოე ჟორდანიას. ამ პიროვნების დასახასიათებლად და იმის წარმოსაჩენად, თუ რამდენად სერიოზულად ეკიდებოდნენ ლიდერები, ჩვენი ბელადები, არმიის ორგანიზაციის საქმეს, ამას გავიხსენებ. სანამ მოხსენებას დავიწყებდი, ნოე ჟორდანიამ მითხრა: მოგვახსენეთ, რაც შეიძლება მოკლედ და რაც შეიძლება სწრაფად. პირველად და ალბათ კვახეთ შევეწინააღმდეგე.
მოგახსენებთ ან ყველაფერს, ან არაფერს. ასე მეგონა რომ სათავეში მდგარი პარტიის მეთაური, საქართველოს ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე, მეტი ყურადღებით უნდა მოკიდებოდა საკითხს, მით უმეტეს, რომ პირველ მოხსენებაზე გადაწყდა ამ განხილვის ნოე ჟორდანიასთვის გამეორება. საერთოდ ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია. მისი მხარდაჭერით მოხსენება სწრაფად დაამტკიცეს. ოღონდ პირობითად. იმოქმედეთ ამ მოხსენების მიხედვით, მაგრამ შემდგომ შეიძლება რამე შეცვალოთ. შემდგომ არაერთხელ, უпроსორად თითქმის ყოველთვის წავწყდომი ვარ ძალზე მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის ამგვარ მეთოდს. ჟორდანია ჩვენს ოფიცრების თვალსაზრისს იზიარებდა არმიაში კომიტეტებისა და პარტიულობის თაობაზე და განაცხადა კიდეც, რა დროს კომიტეტები, როცა მტერის საზღვარზე მოგვადგა. ამ დროს თურქებმა დაიწყეს შემოტევა და უკვე ჩვენს საზღვრებს დაემუქრნენ. როგორც ჩანს, ეს თვალსაზრისი იმდენად არ შეესაბამებოდა მათ რწმენას, რომ ნოე რამიშვილი გაცეცხლებული წამოხდა და უთხრა, ნოე, დღეს შენ ვერ გცნობ. აღსანიშნავია, რომ პირობითად დამტკიცებული მოხსენება დარჩა ხმად მღაღადებლისა. ის არამც თუ ცხოვრებაში არ განუხორციელებიათ, არამედ იმავე საღამოს დაარღვიეს ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი. გენერლების თაობაზე შემოგთავაზებთ ჩემს მიერ 1919 წელს შედგენილ მცირე სტატისტიკას. თურმე 25 გენერლიდან რუსეთის არმიის რიგებში სამსახურისთვის გიორგის ჯვრით დაჯილდოვდა 23 გენერალი. საგულისხმო ფაქტია, საეჭვოა, რომ ყოველი 25 რუსი გენერლიდან 23 გიორგის კავალერი ყოფილიყოს. შტაბ და ობერ-ოფიცრებზე აღარაფერს ვამბობ. სპეციალობების მიხედვით მომზადებაზე უნდა ითქვას, რომ ოფიცერთა შორის ბევრი იყო გენერალური შტაბიდან, აკადემიიდან, საარტილერიო, სამხედრო იურიდიული და სამხედრო საინჟინრო აკადემიის კურსდამთავრებულნი. ბევრს დასრულებული ჰქონდა ინტენდანტთა აკადემია, საჰაერო მიმოსვლისა და სამხედრო ტექნიკური სკოლები, სადაც სწავლობდნენ რადიოს, ავტომობილებს, ჯავშნოსნებს და სხვა. რაც შეეხება ჯარისკაცებს, სამხედრო სავალდებულო სამსახურის წყალობით გაწვრთნილ ჯარისკაცთა სოლიდური მარაგი გვყავდა. დიდ ევროპულ ომში გაწვეული იყო 155,000-მდე ქართველი. საფიქრებელია, რომ მათი 2/3 უკანასკნელი ომის გამოცდილებით დაბრძენებული დაბრუნდა შინ. ერთი სიტყვით, ქართველი ოფიცრები და ჯარისკაცები მშვენიერი კადრი და მასალა იყო დამოუკიდებელი ქართული არმიის შესაქმნელად. მენშევიკებმა პარტიის დასაყრდენად შექმნეს საკუთარი შეიარაღებული ძალა, სახალხო გვარდია ვალიკო ჯუღელის მეთაურობით, რომელიც საქართველოს რეგულარული ჯარის პარალელურად არსებობდა და მთავრობა გაცილებით მეტ ყურადღებას აქცევდა, ვიდრე ეროვნულ ჯარს. სოციალ-დემოკრატებს ჯარი მეფის რეჟიმს აგონებდა, ხოლო გვარდია მათივე დაარსებული რევოლუციის პირმშო იყო. ამიტომაც მათ არ აწყობდათ ძლიერი ჯარის შექმნა, საქმის მცოდნე, გამოცდილი სამხედროების მონაწილეობით, რომლებმაც სამსახური რუსეთის არმიაში გაიარეს და არაერთხელ დაამტკიცეს თავიანთი პროფესიონალიზმი. ამ უკანასკნელთ მენშევიკები უფრთხოდნენ, რადგანაც ისინი მარქსისტულად არ აზროვნებდნენ. სამაგიეროდ აწინაურებდნენ ისეთ პირებს, რომლებიც შესაძლოა სამხედრო თვალსაზრისით არაფერს წარმოადგენდნენ, მაგრამ სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები ან მომხრეები იყვნენ. როცა ამიერკავკასიის რესპუბლიკა შეიქმნა, ახალმა სამხედრო მინისტრმა გიორგაძემ თანაშემწეობა მთხოვა გენერალ ოდიშელიძის ნაცვლად. ამ უკანასკნელის კაბინეტიდან წასვლა მთავრობის წევრმა სომხებმა მოითხოვეს. მე უარი ვუთხარი და დაუმატე. მიმაჩნია, რომ ამ თანამდებობას თავს ვერ გავართმევ და ალბათ არიან ჩემზე უფრო მცოდნე და ავტორიტეტული პირები მეთქი. გიორგაძემ მითხრა,
ბევრი ვიფიქრე და არჩევანი შენზე შევაჩერე. სამშობლოსთვის ყველაფერი უნდა იღონო, რაც შეგიძლია. ისიც მითხრა, სრულ უფლებას მოგცემ სამხედრო უწყებაში აკეთო ყველაფერი, რასაც საჭიროდ მიიჩნევ. შეიძლება არმიის დამოუკიდებლად ორგანიზება, ნებისმიერი დანიშვნა და ასე შემდეგ. მე მაინც უარზე ვიდექი. ბოლო რომ მომეღვა მხანგრძლივი და დაჟინებული თხოვნისთვის, ვუთხარი, იქნებ კიდევ ერთხელ ყურადღებით გეფიქროთ თითოეულ ჩვენს მეთაურზე, ვინმესთვის გეკითხათ რჩევა და საერთოდ სხვებთან შედარებით ახალგაზრდა ვარ და ჩემი უმაღლეს სამხედრო პოსტზე დანიშნვის საკითხი კარგად უნდა აწონდაწონოთ, რომ საქმეს არ ავნოთ მეთქი. ასე დავშორდით. რამდენიმე დღის შემდეგ გიორგაძემ კვლავ გამომიძახა. თავისი მიწვევა გამიმეორა. მითხრა, ბევრს ვეთადბირე, საბოლოოდ გადავწყვიტე შენი დაყოლიება და ძალიან გთხოვ, უარი აღარ მითხრაო. ისიც დაამატა. ამიერკავკასიის რესპუბლიკის სამხედრო მინისტრის თანაშემწის პოსტზე შეიძლება სხვა ერებმაც შემოგთავაზონ თავიანთი ქართველებისთვის არასასურველი კანდიდატებიო. გული კი მეთანაღრებოდა, მაგრამ დავთანხმდი. დავიწყე მუშაობა. ასე დავიკავე ამიერკავკასიის რესპუბლიკის სამხედრო მინისტრის თანაშემწის პოსტი. კადეტი ვიყავი. 15 წლის. შემხდა გლეხი. მოდიოდა ერთი გზა გქონდა. სოლდატი ხარ? ვთქვი არა. რატო გაკრია ვაგონები? ვთქვი რომ მოწაფეა სამხედრო სკოლისა. და გაათაო ხო? უნდა 7 წელიწადი ვისაუბრე. მე იქნება სოლდატი? არა. მაგრამ წავალ რუსეთში კიდევ 1 წელიწად ვისწავლე მე ოფიცერი. მე გამიჭირა საქმე. მე გახდები გენერალი. მეუბნება რომ მას გახდი გენერალი. შერა, როგორ თუ რა? გაგვიძღები და გავაგდებ რუსეთს. მამამ მითხრა მერე რაო. გინარ იყო ჩვენსა. თათრები, თურქები, მონღოლები, ყველა იყო და უკანასკნელად გამარჯვება ჩერჩებოდა. პირველი სერიის დასასრული. რადიო სერიალი მოამზადეს ზურაბ კანდელაკმა და პაკო ხვიჩიამ. საქართველოს რადიო 2011 წელი. ჭია. მე ვიყავი ჯერ სამხედრო მინისტრის თანაშემწე და თავარსარდალი ყველა კავკასიის ჯარებისა. სამხედრო მინისტრის თანაშემწე ვიყავი 1918 წლის მაისსა და ივნისში. იმხანად ქვეყნის საგარეო თავდაცვის საკითხების გარდა დაკავებული ვიყავი ჯარების ორგანიზაციით, კავკასიური ფრონტის ლიკვიდაციით, სამხედრო ქონების შენარჩუნებით და სხვა საკითხებით. დროს მთლიანად ამ საქმეებს ვანდომებდი. საილუსტრაციოდ მოგახსენებთ. ამ თანამდებობაზე დანიშვნისთანავე მემკვიდრეობად მივიღე დაუსრულებელი საქმეების აღმნუსხმელი 3 საქახალდე, თითოეული 4 არშინის სისქისა. ყველაფერ ამას რეზოლუციები სჭირდებოდა. კიდევ დაუმატეთ ყოველდღიური მიმოწერა. გარდა ამისა მისაღებში ყოველდღე მელოდებოდა 60-100 კაცი, სხვადასხვა თხოვნით თუ პროექტებით. ზოგი ყოველთვიურ ფულად დახმარებას მთხოვდა, ზოგი ბინას, ზოგი რაღაცას აუქმებდა, ზოგი გამოგონებას თავაზობდა, ჩიოდნენ, აბეზღებდნენ, ითხოვდნენ ახლად შექმნილი ნაწილებისთვის ფულის, აღჭურვილობის ტანსაცმლის გაცემას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
მოდიოდნენ სამხედროებიც, სამოქალაქო პირებიც, სხვადასხვა ეროვნებისა, სხვადასხვა უწყებიდან, მამაკაცებიც, მანდილოსნებიც, საკითხები სასწრაფოდ უნდა გადაჭრილიყო. ხან რადიო, ხან პოსტა, ხან სამხედრო სასამართლო, ხან მომარაგების საქმეები, ხან კადეტთა კორპუსი, ხან საექთანო სკოლა, ხან ყოჯრის აგარაკები და ასე შემდეგ. ყველაფერს ვეღარც ვიხსენებ. წარმოგიდგენთ იმ რთულ ვითარებას, რომელშიც მიწევდა მუშაობა და ხაზს გაუსვამ კიდევ ერთ გარემოებას. თანამდებობაზე დანიშვნისას შემპირდნენ სამხედრო საქმეებში სრული დამოუკიდებლობა გექნებაო. უკვე მოგახსენეთ, როგორ ვიყავი დაკავებული ოპერატიული საქმეებით. ახალციხის ფრონტზე გავემგზავრე, რათა პირადად მეხელმძღვანელა შეტევისთვის, რომლის ნებართვაც დიდი ვაივაგლახით მოვიპოვე და რომელიც ჩემი ბორჯომში ჩასვლის დღეს გადაიფიქრეს. ახლა იმასაც ვიტყვი, რომ ჩემი დამოუკიდებლობა მხოლოდ ცარიელი სიტყვები იყო. სამხედრო მინისტრი უჩემოდ ხშირად გასცემდა ბრძანებებს რაღაც ნაწილების შექმნის თაობაზე, ამა თუ იმ პირებს წოდებებს ანიჭებდა, ჯილდოებს არიგებდა, ხანდახან გიორგის ჯვრებსაც კი და ასე შემდეგ. ყოველივე ეს კეთდებოდა იმის მიუხედავად, რომ არაერთხელ გამოვთქვი უკმაყოფილება და მოვითხოვე ეს არ მოხდეს მეთქი. ერთხელ შემდეგი საკმაოდ მაღალი პოლკოვნიკის წოდებაც კი მისცეს შტაბის ერთ ოფიცერს და ეს ამბავი არათუ არც კი გვაცნობეს მე ან შტაბის უფროსს, არამედ გვერდიც კი აუარეს სამუკანასკნელს. ჩემს პროტესტს სამხედრო მინისტრმა ერთობ დამახასიათებელი პასუხი გასცა. რას ისამ? იქნებ შტაბის უფროსი ამას საჭიროდ არ მიიჩნევდეს, მაგრამ მე სამართლიანად მიმაჩნია და ამის უფლებაც მაქვს. როგორც ჩანს, ვერ გავაგებინე თუ რა ზიანი მოჰქონდა ამგვარ საქციელს, რაც არსებითად მეთაურთა ავტორიტეტს სპობდა. ერთხელ მიმიწვიეს სხდომაზე, სადაც უნდა განეხილათ დებულება გვარდიის ორგანიზაციის შესახებ. სხდომის საგანი ბოლო წუთში გავიგე. ამ დროს გერმანელები თბილისში იყვნენ და იძულებული ვიყავით მათთვის ანგარიში გაგვეწია. თვალში არ მოსდიოდა წითელი გვარდია და სასახლეზე აფრიალებული წითელი დროშა. გადაწყდა რევოლუციის მიერ წარმოშობილი ამ ორგანიზაციის გადაკეთება სახელმწიფო დაწესებულებად. ეს დაახლოებით 20 ივნისს მოხდა. გვარდიაში დააწესეს ისეთი წესები, შექმნეს სწავლის, აღზრდის ისეთი პირობები, რითაც მხოლოდ რკვნიდნენ ხალხს. ამას დაუმატეთ ისიც, რომ არ იყო არც დისციპლინა, არც უფროს უმცროსობა, ყველგან და ყოველთვის მიტინგები და დადგენილებების გამოტანა. ოფიცრობა ირყვნებოდა. გვარდიის მეთაური ვალიკო ჯუღელი ურიგო პიროვნება არ იყო. მაგრამ თავისი სამხედრო ცოდნით არ შეეფერებოდა იმ უდიდეს მისიას, რომელიც მას საქართველოს ისტორიაში დაეკისრა. მე საერთოდ წინააღმდეგი ვიყავი ამგვარი ორგანიზაციის, როგორც შეარაღებული ძალის შექმნისა. ვთქვი კიდეც ეს. თუმცა ვაღიარებდი, რომ მისი არსებობა აუცილებელი იყო, ვიდრე არმიას ჩამოვაყალიბებდით. და გული კი მეთანაღრებოდა, მაგრამ მაინც მივიღე მონაწილეობა განხილვაში. ცოტა არ იყოს, გაგვიჭირდა ერთი პუნქტის გატანა, სადაც ნათქვამია, რომ გვარდიელები არ თავისუფლდებიან სახელმწიფოს შეარაღებულ ძალებში სამსახურისგან. ესე იგი, მობილიზაციის შემთხვევაში ისინი ჯარის ნაწილებში უნდა დაფანტულიყვნენ. ფაქტიურად ამ პუნქტის შემდგომში არასოდეს იძულებული ვიყავი დამეცვა ჩემი შეხედულება. გვარდია როგორც შეარაღებული ძალა სრულიად გამოუსადეგარია ბრძოლის ველზე. ჩემს აზრს გარკვევით და ნათლად გამოვთქვამდი და მაგალითებსაც ვიშველიებდი. რასაკვირველია, ჩემს სიტყვაში არაერთხელ გაისმა ამ სისტემის გაკიცხვა. უეცრად ნოე შორდანია წამოდგა
და აღელვებულმა წამოჭარხლებულმა თქვა: მე როგორც ჯარისკაცთა და მუშათა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარე ვაცხადებ, რომ შეუძლებელია სამხედრო სამინისტროს სათავეში იდგეს გვარდიისადმი ასე მტრულად განწყობილი პიროვნება. ძალიან გამაკვირვა ბატონი ნოესთვის უჩვეულო გაცხარებამ. შევეპასუხე: მიკვირს ბატონი ნოეს სიცხარე. ეს არც მის ჭაღარას შეჰპერის და არც მის ასაკს მეთქი. ვთქვი, არასოდეს არ მithოვია სამხედრო მინისტრის თანაშემწეობა. წავალ შინ მესანგრეთა ქუჩაზე, დავჯდები აივანზე და ისევ მშვიდად გავაბოლებ, როგორც ამ თანამდებობაზე დანიშნამდე ვაბოლებდი მეთქი. ამ დროს შემოbrunდა მანამდე გარეთ გასული სამხედრო მინისტრი და განაცხადა: მთავრობამ თავის ხდომაზე მოიწონა და მიიღო დებულება გვარდიის შესახებო. საკითხი ამოწურული იყო. დავა დასრულდა. არ მესმის, რა საჭირო იყო სპექტაკლის მოწყობა და სხდომის გამართვა. როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, აქაც გაგიჭირდებოდა გაგერკვია, სად იყო ძაღლის თავი დამარხული. თუ კი არ გაითვალისწინებდი ერთ-ერთ ძირითად მონაცემს, რომლითაც ხელმძღვანელობდნენ ჩვენი ბელადები. ამ სხდომაზე გადაწყდა ჩემი პირველი გადადგომა. მთავრობის ახალმა ხელმძღვანელმა ნოე ჟორდანიამ ახალი კაბინეტი შეადგინა. კაბინეტი უცვლელი დარჩა სამხედრო მინისტრის თანაშემწის, ესე იგი, ჩემი გამოკლებით. გამომიცხადეს, ახალ კაბინეტში სამხედრო მინისტრის თანაშემწედ გენერალი ოდიშელიძეა მოწვეული, მაგრამ რა კი ამჟამად საზღვარგარეთა, თქვენ კვლავ ეს მოვალეობა უნდა შეასრულოთ. ისევ სპექტაკლი. მე საერთოდ სამხედრო სამსახურიდან თადარიგში გასვლა მოვითხოვ. სამხედრო მინისტრმა მითხრა, ეს საკითხი მთავრობის სხდომაზე განიხილებაო. ამ სხდომაზე მეც გახდით. თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია. ჯერი ჩემს გადადგომაზე რომ მიდგა, ჟორდანია ადგა და თქვა: ჯარისკაცთა და გლეხთა დეპუტატების საბჭოს სხდომაზე მეჩქარებაო და თავმჯდომარეობა ნოე რამიშვილს გადასცა. აღარ დაადგა საქმეს საშველი. მათად ვირებდნენ, ჩემს თანამდებობაზე დავრჩენილიყავ. ჯერ გენერალი ოდიშელიძის ჩამოსვლამდე, მერე როგორც სამხედრო საბჭოს წევრი. სხვათა შორის ეს საბჭო არც არსებობდა. ვერაფრით ვერ დავარწმუნე ეს ხალხი, რომ მთავარსარდლის თანამდებობიდან მხოლოდ თადარიგში შეიძლება გასვლა. ასეა თუ ისე მტკიცეთ მოვითხოვდი, უარი არ ეთქვათ. მაშინ ნოე რამიშვილმა თავისუფლება მისცა განეცხადებინა: გენერალო, ამ დღეებში შემოვიღებთ შრომით ვალდებულებას და ამ ვალდებულებით გაიძულებთ იმსახუროთ. როგორ მოგწონთ? ასეთი რამ ბოლშევიკებსაც კი არ მოსვლიათ აზრად. უმაღლესი ჩინის სამხედროებს იწვევდნენ და ძველი რეჟიმის დაგვარად უწყობდნენ ცხოვრებას. მათ გადაბირებას ცდილობდნენ და შრომითი ვალდებულება ამ ხალხის მიმართ არასოდეს არ გამოუყენებიათ, რადგან მშვენივრად ესმოდათ, ამ თანამდებობაზე იზულებით კი არა, გულიანად უნდა იმუშაო. ნოე რამიშვილის მეთოდის მიხედვით კი სულ იოლი იქნებოდა ისეთი თანამდებობის პირები, როგორებიც იყვნენ მთავარსარდალი და სამხედრო მინისტრის მოადგილე, კახბებად გადაგექცია. აი სწორედ ეგ ვითარება მაიძულებს, რომ უსათუოდ გავიდე თადარიგში, რადგან ამგვარი წესებით ყოვლად შეუძლებელია სამსახური. მიუგე და სხდომიდან წავედი. მაგრამ ნოე რამიშვილს თავისი თვალსაზრისი აქვს და თავისებურად წყვეტს ყველა საკითხს. რასაკვირველია, ეს არ ეხება მათ პარტიასა და პარტიულ ურთიერთობებს. სხვებთან კი მისი მეთოდია დაშინება, ყოველგვარ რთულ საკითხს დაპატიმრებით წყვეტს. პირწავარდნილი შედრინისეული გუბერნატორი. იმის მეუხედავად, რომ კატეგორიულად მსურდა გადადგომა მთავრობამ, ნოე რამიშვილის თავმჯდომარეობით დამნიშნა არარსებული სამხედრო საბჭოს წევრად. მეორე დღეს სამხედრო მინისტრს განუცხადე, თუ თავისუფლებას ვერ აძლევთ, რომ მთავარსარდლის თადარიგში გასვლაზე მოგეცათ თანხმობა, ახლა სამხედრო საბჭოს თანაც არარსებული საბჭოს წევრი ვარ და რაღა გიშლით ხელს ჩემს გაშვებაში მეთქი. დამპირდა, ბრძანებას გავცემო.
ამ ფორმალობაზე დიდად აღარ ამიტკიებია თავი. რამდენიმე დღის შემდეგ ჩემს ცოლის ძმასთან წავედი კახეთში და ოქტომბრის პირველ რიცხვამდე იქ დავრჩი. ასე გადავდექი პირველად. ერთი სიტყვით გადამდგარი ვარ. სოფელში 3 თვე გავატარე და ქართულად წერა კითხვა ვისწავლე. თუმცა ენა რასაკვირველია ჯერ ვერ შევითვისე. ოქტომბერში თბილისში ჩამოვედი და ქართულ ენაში მეცადინეობა გავაგრძელე. იმ ხანად ქართული სამხედრო გაზეთის რედაქტორის თხოვნით დავწერე რამდენიმე წერილი, რომლებიც დაამუშავა და ჩაასწორა თედო სახოკია ჩემმა ქართული ენის მასწავლებელმა. ამავე გაზეთის თანამშრომელთა თაოსნობით ჩამოყალიბდა პატარა ქართული სამხედრო საზოგადოება, რომელიც აერთიანებდა სამხედრო საქმით დაინტერესებულ პირებს. რედაქციაში შეიკრიბნენ სამხედრო პირები. იმსჯელეს ამ საკითხზე. მერე შეადგინეს ამ საზოგადოების წესდება. თავმჯდომარედ ამირჩიეს და ის იყო მოღვაწეობა უნდა დაგვეწყო, რომ სომხურ-ქართული ომი ატყდა. კადეტი ვიყავი. თოფერიძის შემხდა გლეხი. მოდიოდა ერთი გზა გქონდა. სოლდატი ხარ? უთხარ არა. რატო გაკრია ვაგონები? უთხარ რომ მოწაფევა სამხედრო სკოლისა. დგაათაო ხო? უნდა შეიძლება მე იქნება სოლდატი? არა. მაგრამ წავალ რუსეთში კიდევ ერთი წელიწად ვისწავლე და მე ვიქნა ოფიცერი. მე გამიჭირა საქმე. მე გავხდები გენერალი. მეუბნება რომ მას გახდი გენერალი. შენ რა? როგორ თუ რა? გაგვიძღები და გავაგდებ რუსეთს. მამამ მითხრა მე რაო. ვინ იყო ჩვენსა? თათრები, თურქები, მონღოლები ყველა იყო და უკანასკნელად გამარჯვება ჩემოთა. მეორე სერიის დასასრული. რადიო სერიალი მოამზადეს ზურაბ კანდელაკმა და პაკო ხვიჩიამ. საქართველოს რადიო 2011 წელი. $1918 წლის 8 დეკემბერს სომხურმა საჯარისო ფორმირებებმა საქართველოს საზღვრები გადმოლახეს და დაიწყო საქართველო-სომხეთის ომი. დედაქალაქიდან 60-80 ვერსიის დაშორებით 8 დეკემბრიდან იღორებოდა ქართველთა სისხლი. მობილიზაცია კი მხოლოდ 18 დეკემბერს დაიწყო. მეცაც გეტყვით, 12 დეკემბერს განსაკუთრებული ზეიმით აღენიშნა სახალხო გვარდიის მიერ არსენალის აღების დღე. როგორც მოგვიანებით შევიტყვე, ამ დღეს კიდევ უფრო სადღესასწაულო განწყობილების შესაქმნელად ეკატერინფელდიდან სამხედრო მოქმედებათა თეატრიდან 12 ცხენოსანთა გვარდია იხმეს თბილისში. გული მწყდებოდა, რომ ჩემი სამშობლო ასე უჭკუოდ გაება ხათაბალაში. გული მწყდებოდა, რომ არმია უკვე 10 დღის განმავლობაში მარცხზე განიცდიდა. გული მწყდებოდა, რომ გაუსაძლის საბრძოლო პირობებში აღმოჩენილი ჩვენი მეომრები ერთი მეორეს მიყოლებით იღუპებოდნენ და ამ დროს თბილისში
გვარდიელთა დღესასწაულს არსენალის აღების წლის თავზე იმობდნენ. გული მტკიოდა, რომ ჩემს თანამებრძოლებს უკანასკნელი ომის გმირებს თავი ეჭრებოდათ, რადგან სერიოზულ მოწინააღმდეგესთან ბრძოლისთვის უმაღლესი საბრძოლო ჯილდოები დაიმსახურეს. აქ კი უდავოდ ყველაზე სუსტმა მტერმა დაამარცხათ. გული მწყდებოდა ყველაფერზე, რაც კეთდებოდა. დამავე დროს მესმოდა, რომ უმწაო ვიყავ, უმოქმედობისთვის განწირული და ლოდინის გარდა არაფერი დამრჩენოდა. მესამე დღეს გადავწყვიტე, წავსულიყავი და ოფიცერთა პოლკში ჩავწერილიყავი რიგით მებრძოლად. აუტანელი იყო უმოქმედობა და მდუმარედ ცქერა იმისა, რაც ხდებოდა. ოფიცერთა პოლკში წასასვლელად გავემზადე. სწორედ პალტოს რომ ვიცვამდი, მაშინ მოვიდა შტაბიდან ოფიცერი და მომიტანა ბარათი გენერალი ანდრონიკაშვილისგან, სადაც მთავაზობდნენ ამომერჩია ერთ-ერთი თანამდებობა, ან შტაბის უფროსობა გენერალ მაღალაშვილთან, რომელიც მოხალისეთა კორპუსს აყალიბებდა, ან დივიზიის შტაბის უფროსობა გენერალ მაზნიაშვილთან. შტაბისკენ გავემართე. იქ გენერალი ანდრონიკაშვილის კაბინეტში შემხვდა გენერალი გედევანიშვილი, ვინც მირჩია წავსულიყავ მოხალისეთა კორპუსში, რომელიც მისი სიტყვით 2 კვირაში ჩამოყალიბებული იქნებოდა. ნაღოლიანად ვუსმენდი და მეღიმებოდა. ახლა ყველასთვის ნათელია, რომ კორპუსი ასე სწრაფად ვერ ჩამოყალიბდებოდა, თუ მის შექმნამდე ომი არ დამთავრდებოდა. ყველა გადამწყვეტი ბრძოლა ამ კორპუსის მონაწილეობის გარეშე გაიმართებოდა. თავშეკავებულად ვუპასუხე. იმ შტაბში წავალ, რომელიც ხვალვე ბრძოლის ველზე გავა და ჩემთვის სულ ერთია, კორპუსის შტაბის უფროსი ვიქნები თუ დივიზიის შტაბის უფროსი. ამიტომ თუ გენერალ მაზნიაშვილს საწინააღმდეგო არაფერი აქვს, მასთან წავალ შტაბის უფროსად მეთქი. მაზნიაშვილი კაბინეტში თავისი სავარძლიდან წამოდგა, მე დამსვა და მითხრა: აჰა, რუკა, ქაღალდი, მელანი, ფანქრები და კალმები. აბა, შენიცი. გენერალი მაზნიაშვილი საერთო მმართველობაში ჩაერთო და მყისვე შეიქმნა 2 საბრძოლო უბანი. პირველი შულავერის მიმართულებით, გენერალ სუმბათაშვილის მეთაურობით და მეორე მდინარე თებედა-ჩაის მარჯვენა ნაპირზე. სწორედ შულავერისკენ სვლა მაიძულა სომხები შეტევა შეეწყვიტათ და ქალაქის დაცვაზე ეზრუნათ. გენერალ სუმბათაშვილის მიერ შულავერზე შეტევამ მათი ყურადღება მიიპყრო და შეაჩერა რკინიგზის გასწვრივ შემოტევა თბილისის მიმართულებით. სუმბათაშვილმა ჩვენთვის ესოდენ ძვირფასი დრო მოიგო. სომხების უფროსობას შორს მჭვრეტელობა რომ გამოეჩინა, მდინარე თებედა-ჩაის მარჯვენა ნაპირზეც უნდა გაეგრძელებინა სვლა რკინიგზის გასწვრივ და ყურადღება არ მიექცია გენერალ სუმბათაშვილის მოძრაობისთვის შულავერისკენ. აქ თითქმის არავითარი წინააღმდეგობა არ დახვდებოდა და იოლად გადაგვისროდა ხრამსიკით. საბედნიეროდ, გენერალ სუმბათაშვილის მოქმედების პასუხად სომხები სწორედ ისე მოიქცნენ, როგორც ჩვენ გვინდოდა. რადაც უნდა დაგვჯდომოდა, უნდა მოგვეხერხებინა, რომ სომხებს შიში ჰქონოდათ ქართველები შულავერ შეუტევენო. იმ დღეს შულავერის მიმართულებით ერთი გორაკი რომ ავიღეთ, ამან სომხები დაარწმუნა, რომ შულავერის აღება გსურდა. ეს კი ძალიან გვაძლევდა ხელს. ყოველივე ეს სწრაფად გამსაჯე გენერალ სუმბათაშვილის მოხსენებისას და ვაგონიდან ჩამოსვლისთანავე ყველანი ცხენებით წავედით პოზიციებზე. გენერალი მაზნიაშვილი მამაცი კაცია. რამდენჯერმე მინახავს ტყვის ზუზუნში და გადაჭრით შემიძლია იმის თქმა. ერთობ არასასურველ ვითარებაშიც მამაცია. მაგრამ თუ შეიძლება ასე ითქვას, სწორედ ესაა მისი ნაკლი. მოჭარბებული სიმამაცე. ხშირად გადადებს ხოლმე თავს. ხშირად მოქცეულა ისე, რომ შეიძლებოდა თავი წაეგო და ხელიდან გამოგცვლოდა ისეთი კაცი, რომლის დაკარგვაც დიდ ზიანს მოგვიტანდა. აქაც ცხენებიდან რომ ჩამოვხვდით და აღმართ შეუდექით, ჯიუტად მიუყვებოდა თხემს. საყვედურებდი,
მაგრამ ვერაფერი გავაწო. თავისი გაიტანა. საარტილერიო ცეცხლი გავიხსნეს იმ მაღლობზე, საიდანაც ვითვალიერებოდით. დიდი სიფრთხილე გმარდებდა. ერთი ჭურვი სწორედ ჩემს წინ რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით დაეცა და თავიდან ფეხებამდე მიწით ამოვიგანგლე. ეს გინდოდა მეთქი? უყვირე მაზნიეშოს და მაშინღა ჩამოვიდა თხემიდან. მადლობა ღმერთს, არც ერთი არ დავშავებული ვართ. შულავერის ოპერაცია 28 რიცხვის საღამომდე გაგრძელდა. სწორედ მაშინ გადაწყდა შულავერის ბრძოლის ბედი. თბილისიდან განუწყვეტლივ გვაჩქარებდნენ, რადგან ინგლისისა და საფრანგეთის წარმომადგენლები ომის შეწყვეტას მოითხოვდნენ. ჩვენ რასაკვირველია, საომარ მოქმედებებს ვერ შევწყვეტდით, ვიდრე შულავერს არ ავიღებდით და მოწინააღმდეგეს საწყის მდგომარეობაში არ დავაბრუნებდით. 29-ში ჯარები შულავერში შევიდნენ. შულავერის ბრძოლა უეჭველად გადამწყვეტი იყო. მოწინააღმდეგემ ნაჩქარევად მიატოვა პოზიციები. ჯარის დიდი ნაწილი აირუმსიკით გადავიდა. მცირე ნაწილი კი გაიფანტა და პირდაპირ ალავერდის ქარხანას მიადგა. სომხების დიდი ნაწილი დამარცხდა და რა თქმა უნდა, ისეთი შეუპოვრობით ვეღარ იბრძოლებდა, როგორც შულავერის ბრძოლამდე. ჩვენ კი, კაცმა რომ თქვას, შულავერის ბრძოლის შემდეგ მოვიკრიფეთ ძალა. ისიც ბოლომდე არა, ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ თუ ჩვენი ძალის მცირე ნაწილით დავამარცხეთ თითქმის მთელი სომხური ჯარი, ომი რომ გაგრძელებულიყო, გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდებოდით, ვიდრე სომხები. მერე რას მივაღწიეთ ამ უეჭველად მოგებული ომით? წვრილმანებზე თუ არ შევჩერდებით, უნდა ვაღიაროთ, რომ დავთმეთ ის, რაც ომამდე ჩვენი საკუთრება გახლდათ. ის, რაც ჩვენს განუყოფელ ტერიტორიად მიგვაჩნდა. სადაო გავხადეთ მაშინ, როცა იარაღით ვაიძულეთ მოწინააღმდეგე, უარი ეთქვა თავის მოთხოვნებზე. საკუთარი ტერიტორიის დათმობა ან სადავოდ ქცევა უომრადად შეიძლებოდა დიპლომატიური გზით. რისთვისღა ვიღებდით იარაღს, რისთვის ვღრიდით სისხლს? თუ კი იარაღს მოვკიდეთ ხელი, დაღვრილი სისხლი ღირსეულად უნდა დავაფასოთ. ეს ჭეშმარიტებად მიაჩნდათ ყველა დროისა და ყველა ხალხის დიპლომატებს. იმათაც კი, ვინც პირველ ყოვლისა მხოლოდ ბრძანებლის ინტერესებს იცავდნენ. თითქოს ხალხის წიაღიდან გამოსულ დიპლომატებს უწინარესად ხალხის კეთილდღეობაზე უნდა ეფიქრათ და საკუთარი თავისთვის არ მიეცათ ისეთი ფუფუნების უფლება, როგორიცაა შენი ხალხის ფუჭად დაღვრილი სისხლი. რისთვის დაიღვარა სისხლი? გვეტყვიან, ვერაფერი შევძელით, ყველაფერი ვიღონეთ, მაგრამ ისეთი ვითარება იყო, რომ ამ პირობებზე უნდა დავთანხმებულიყავითო. საქმეც ისაა, რომ ვერაფერი შეძლეს. მუდამ ასე იქნება, როცა დიპლომატია საფუძვლად დაედება არა ხალხის ინტერესები, არა რეალური ძალა, არა ჯარი, მისი ძალა და წარმატება, არამედ რაღაც ბუნდოვანი, მყიფე მოსაზრებები, რომლებიც ვითომ და ინტერნაციონალიზმისკენ, ხალხის უფლებების, ადამიანის დაცვისაკენ, სოციალიზმის და მარქსის პრინციპების დაცვისკენ მოგვიწოდებს. ომის დასრულებისთანავე, როგორც კი დემობილიზაცია დაიწყო, თბილისში წავედი. მერე თადარიგში გასვლა მოვითხოვე და გამიშვეს. თუმცა სცადეს სამსახურში დავეტოვებინეთ. თხოვეს სამხედრო მინისტრთან დავრჩენილიყავი სამუშაოდ.